ირაკლი კობახიძე სახელმწიფო საწარმოებში კადრების მასშტაბურ ოპტიმიზაციას აანონსებს. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციამ წელს 52.5 მილიონი ლარის ეკონომია მოუტანა ქვეყანას და მისი თქმით ეს პროცესი გრძელდება მთავრობის ხდომამდე. გაკეთებული ამ განცხადებით ოცნების მთავრობის პრემიერ-მინისტრმა 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება კიდევ ერთხელ დაანონსა. ხდომის დასრულების შემდეგ ამ და სხვა თემებზე კომენტარი მედიასთან ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გააკეთა. მთავარი აქცენტებით BMG-ის მთავარი რედაქტორი თელარა გელანტია გვერდდება პირდაპირ ეთერში. თელარა, მოგესალმებით. გამარჯობა ანუკა, დიახ, პირველ რიგში მეც მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მთავრობა 2020 წლიდან მუშაობს, საუბრობს 2022-დან უფრო აქტიურად, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ძოლებურად ღია არაა სამინისტროები რეფორმის შედეგებზე დეტალურად სამწუხაროდ ხელი არ მიგვიწუდება. ახალი არაა, რომ სახელმწიფო საწარმოები და სიპები დასაქმების დიდი წყაროა და როგორც კობახიძის, ისე დავითაშვილის განცხადებებიდან დღეს გამოჩნდა, რომ ეკონომიას სწორედ შტატების შემცირების ხარჯზე გეგმავენ. რა თქმა უნდა, BMG ეცდება მეტი დეტალის გარკვევას მათ შორის სახელმწიფო საწარმოებისგან. რკინიგზაში ოპტიმიზაცია მოგცემს 36 მილიონ ლარზე მეტის ეკონომიას წლიურ ჭრილში. საუბარია მხოლოდ ოპტიმიზაციაზე, შტატების ოპტიმიზაციაზე. ჯამში მინიმუმ დაიზოგება 16.5 მილიონი ლარი ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში. ჯამური დანაზოგი იქნება მინიმუმ 52.5 მილიონი ლარი მხოლოდ ამ სახელმწიფო საწარმოებში. რაც შეეხება საერთო ოპტიმიზაციას, თუ გავყვებით სხვა სახელმწიფო საწარმოებს, სიპებს, შპს-ებს, ვფიქრობ, რომ შეგვიძლია 100 მილიონსაც ავწდეთ. ეს პროცესი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ განვახორციელოთ სრულფასოვანი სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, რაც არის მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთი მოთხოვნა, ძლივს ისეთ რაღაცას გთხოვენ ცხოველები, რაც სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება და ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი ჩვენი მხრიდან არ შევასრულოთ. ეს ერთი მსხვილ არის თანხების შემცირება, დიახ, შტატების შემცირება bis ხარჯზე და გარკვეული ეკონომიები, რომელიც გამოყენებული იქნება სხვა მიზნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა გრძელვადიანი ამოცანა ჩვენი არის სახელმწიფო საწარმოების სრულფასოვანი რეფორმა. ძალიან ფრთხილად მივუდექით ამ საკითხს და ჩვენ პარტნიორებსაც ავუხსენით, რომ სტრატეგიის დროში გამოცდა უნდა მომხდარიყო რეალურ ცხოვრებაში. სტრატეგიის განხორციელების პროცესში ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ჩვენი მიგნებები, რომელიც გარკვეულ კორექტივებს ითვალისწინებს ამ სტრატეგიაში, რაც უკვე შეიძლება რომ აისახოს უკვე სრულფასოვან კანონმდებლობაში. კიდევ ერთი თემა, რაზეც დღეს ლევან დავითაშვილს კითხვები დავუსვით, შეეხებოდა სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის უახლეს მიმოხილვას საქართველოს ეკონომიკაზე, როგორც ვიცით, Fitch-მა რეიტინგი BB დონეზე, პერსპექტივა კი ისევ ნეგატიურზე დაგვიტოვა. შეგახსენებთ 2024 წლის ივნისიდან რუსული კანონის მეორედ მოbrunებიდან დაიწყო პერსპექტივის გაუარესება, პოზიტიურიდან ჯერ სტაბილურამდე, შარშან კი ნეგატიურზე ჩამოგვიყვანეს. მინისტრს ვკითხეთ, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას და ასევე როცა ეკონომიკა მაღალი ტემპით იზრდება, სტაბილური პერსპექტივა, მაინც რატომ არ დაგვიბრუნა Fitch-მა? ლევან დავითაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს უკეთეს რეიტინგს იმსახურებს. პასუხისმგებლობა ვფიქრობ, რომ თანაბარწილად ეკუთვნის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტორს და არა მხოლოდ ხელისუფლებას, რომელიც რა თქმა უნდა ხშირ შემთხვევაში ყველაზე მთავარი ხელისუფლებას ხო ეკუთვნის. ხელისუფლება თავის პასუხისმგებლობას ყოველთვის ადასტურებს, ჩვენ არასდროს არ გავარბივართ, თუმცა ასევე არ არსებობს სამხრივად პასუხისმგებლობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ ჯგუფებს ასევე გააჩნია ქვეყნის მიმართ, განსაკუთრებით ეკონომიკური პროცესების მიმართ. ძირითადი ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ჯანსაღია საქართველოს ეკონომიკაში, საქართველოს ეკონომიკას გარკვეული მდგრადობა გააჩნია, ეს აღნიშნულია კიდევაც რეიტინგებში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ექსპერტი საუბრობს, რომ საქართველოს დღეს უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს გამომდინარე იმ ეკონომიკური მონაცემებისგან, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს. თუმცა გარდა შიდა პოლიტიკური რისკებისა, არსებობს ასევე გარე პოლიტიკური რისკები, რეგიონული პოლიტიკური რისკები და ამას ჩვენ ახლა თვალი უნდა გავუსწოროთ ასევე გვესმის, ამიტომ ბევრი რამ დამოკიდებულია საერთაშორისო პროცესები, საქართველოს გახსნილი ეკონომიკა, ამის მიუხედავად ჩვენ ვფიქრობთ, რომ სარეიტინგო კომპანიებთან უფრო მჭიდრო მუშაობით ჩვენ უნდა შევძლოთ რეიტინგების გაუმჯობესება, იმიტომ რომ ობიექტურად დღეს საქართველოს კიდევ უკეთესი რეიტინგი უნდა ჰქონდეს.
რაბედი ეწეა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეჩერებულ პროგრამას და მოითხოვს თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლება ახალ პროგრამას ამ კითხვის დასმაც მოვახერხეთ. დღეს ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ეგრეთ წოდებული მეოთხე მუხლის ფარგლებში ჩამოსულ მისიასთან გრძელდება მოლაპარაკებები, აქტიური კომუნიკაცია, რაც შეეხება ახალი პროგრამის მოთხოვნას მინისტრის პასუხიდან დამრჩა საბეჭდილება, რომ ეს იმაზეა დამოკიდებული, უღიარებს თუ არა IMF-ის გუნდი ოცნების მთავრობას მიმდინარე პროგრამით გაწერილი ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფო ფონდმა დააფიქსიროს კონკრეტული პოზიცია არსებული პროგრამის შესრულებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერა, რომ ჩვენ ყველა ძირითადი კრიტერიუმი, რეფორმა, რომელიც პროგრამაში იყო ასახული, განვახორციელეთ და საქართველოს ამ რეფორმებს ფაქტიურად აქტიურად მიუყვება. IMF-ი არ გიდასტურებთ ამას თუ რა შეაბრალებს? არაფერს არ გვიგვაქვს, თუ იცით რომ სტატუსი არის stand-by, ანუ შეჩერებულობის სტატუსია. უკვე არ შეიძლება დარჩეს ისე რომ რაღაც პროგრამა არსებობდა, ჩვენ არ ვიცით იქ რა სტატუსი მივიღეთ, რა შესრულდა, რა არ შესრულდა და ვისაუბროთ ახალ პროგრამაზე ამის გარეშე. აი ესეთი მარტივია ჩვენი დიალოგი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ულტიმატუმის სცენით ესაუბრებით IMF-ს, რომ ახალ პროგრამა არ გჭირდება თუ მიმდინარეზე არ გვეტყვით რა ვქენი? რატო უნდა რატო უნდა ულტიმატუმის სცენით? ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ყოველთვის ვაფიქსირებთ ჩვენ კაფიოდ ვაფიქსირებთ საქართველოს ინტერესებს ყველა დონეზე. ხშირ შემთხვევაში თუ ვინმეს ეს რაღაც წარმოუდგენია და ახმულია რომ ეს არის ულტიმატუმი, მე ვფიქრობ რომ ძალიან არასწორი ესენია შთაბეჭდილებები. ჩვენ ახალ პროგრამას დღეს არ ვითხოვთ, რა თქმა უნდა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევაფასოთ დღევანდელი პროგრესი და ამის შესაბამისად გამოიკვეთოს ის საჭიროებები, რომელიც მერე გადაგვაწყვეტინებს, ეს იქნება პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობა თუ პროგრამის გარეშე თანამშრომლობა. რა სარგებლობა მოუტანა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის პოსტზე, გენმდივნის პოსტზე და რა შეეშალა მას ისეთი ან ოცნების მთავრობას მის მიმართ, რის გამოც საქართველოს ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მესამე ვადით წარდგენაზე მოხსნა. კითხვის მეორე ნაწილს დღეს ლევან დავითაშვილმა ფაქტობრივად არ უპასუხა და თქვა, რომ ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს, არ ღირს ამაზე მეტი კომენტარის გაკეთებაო, თუმცა ზურაბ პოლოლიკაშვილთან თანამშრომლობა დადებითად შეაფასა. ბატონ ზურასთან ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი თანამშრომლობა წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობასაც და საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსაც. მეც პირადად არაერთი პროექტი იყო, რომელიც ერთად განვახორციელეთ, მათ შორის სხვა პოსტზე მუშაობის პერიოდშიც. ძალიან რთული იყო დარგისთვის ეს პერიოდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბატონმა ზურაბმა საკმაოდ წარმატებით იმუშავა ამ პოზიციაზე და საქართველოსა და სოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის შორის თანამშრომლობაც იყო საკმაოდ საინტერესო. ბოლოსში რა შეგეშალათ თქვენ? თუ მას რა შეეშალა? თავზე გადაგვახტაო სახელმწიფოსო ირაკლი გობახიძემ თქვა. მოდი ასე ვთქვათ, ამის შესახებ მეტი კომენტარის გაკეთებას მე მგონი აზრი არ აქვს. ჩვენ მქონდა წარმატებული თანამშრომლობა, რომელიც ორი ვადით შემოიფარგლებოდა. ეს ორი ვადა არის ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებში, გაეროს ორგანიზაციებში. მესამე ვადითაც ყოფილან ვიღაცები. დიახ, ყოფილან, თუმცა ჩვენ გვესმის რა არის რეალობა და რეალისტური მოცემულობა და ამის შესახებ იღებს პოლიტიკური ხელმძღვანელობა. რა მოიგეთ კანდიდატურის მოხსნით? ამაზე მეტი კომენტარი მე მგონი საჭირო აღარ არის. ლევან დავითაშვილთან რა თქმა უნდა კითხვები კიდევ დარჩა BMG-ს, რადგან შარშან დეკემბრიდან მოყოლებული, შეგახსენებთ რომ მთავრობის ხდომა ფაქტობრივად თვეში ერთხელ ტარდება ნაცვლად ყოველკვირისა, ამიტომ ამ კითხვებს შემდეგი მთავრობის ხდომისთვის შემოვინახავთ დანუკა. მადლობა თელარა, ეს თელარა გელანდია იყო, რომელმაც მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები გაგვესწრებათ.